ქართულ ტურისტულ პოტენციალს ამჯერად უცხოელი ეგრეთ წოდებული ბაიერები და ტურისტული სერვისების მიმწოდებელი უცხოური კომპანიები ეცნობიან. თბილისში ტურიზმის ბიზნეს სამიტი მიმდინარეობს. გაცნობითი ტურების მოწყობის და ქართული პროდუქციის დაგემოვნების პარალელურად დაიგეგმება რამდენიმე მასშტაბური ღონისძიება, რომლებსაც საქართველო უახლოეს პერიოდში უმასპინძლებს. სამიტი იმ ორგანიზაციის მიერ არის ორგანიზებული, რომელიც წლებია სხვადასხვა ქვეყანაში მასშტაბურ ღონისძიებებს აწყობს. 50 მაღალი გაყიდვების მქონე საერთაშორისო ეგრეთ წოდებული ბაიერი ცენტრალური და დასავლეთ ევროპის სამიზნე ბაზრებიდან და 40 სერვისის მიმწოდებელი კომპანია. საქართველო ტურიზმის ბიზნეს სამიტს ტარიფა 2025 მასპინძლობს. კონგრესის ფარგლებში 1000-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა ქართულ კომპანიებთან. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, B2B სამით ბაი ტარიფა კონკრეტული შედეგებით დასრულდა. საქართველო უკვე შემოდგომაზე და ასევე 2026 წელს მსხვილ ჯგუფებს უმასპინძლებს. წინასწარ მიღწეული შეთანხმებებით ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების გამართვა იგეგმება, რომელსაც საქართველოს სასტუმროები და ტურისტული სერვისის მიმწოდებლები უმასპინძლებენ. სამიტის ფარგლებში საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვდა. მოინახულეს საქართველოს სასტუმროები, სხვადასხვა დანიშნულების ადგილი გაიცნენ ტურისტულ პროდუქტებს, რა თქმა უნდა ბიზნეს შეხვედრები გამართეს ქართულ პარტნიორებთან იმისათვის, რომ მომავალში ბიზნეს საქმიანობის დამყარების მიზნით საქართველოში ბევრად მეტი საქმიანი ტურიზმის ფარგლებში ღონისძიება ჩამოიტანონ, ბევრად მეტი ტურისტი ჩამოიყვანონ. უკვე დასასრულს მეუახლოვდა სამიტის ოფიციალური ნაწილი და 1000-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა სამიტის ფარგლებში და უკვე გაფორმდა კონტრაქტებიც, ბევრი კონტრაქტი კი ახლა გაფორმდება. ეს სამიტი ძალიან ნაყოფიერი გამოდგა სერვისის მომწოდებლებისთვის, სასტუმროებისა და დანიშნულების მართვის კომპანიებისთვის. ყველა ბაიერმა ძალიან კარგი პარტნიორი შეიძინა საქართველოში ქართული კომპანიების სახით. ქართულმა სტუმარმა სპინძლობამ დიდ წარმატებას მიაღწია. ღონისძიების ფარგლებში საქართველოში ევროპული კომპანიების წარმომადგენლებისთვის გაცნობითი ტურები მოეწყო. ასევე სხვადასხვა სასტუმროებისა და ღონისძიებების ჩატარების ადგილების ინსპექტირების ტურები გაიმართა. ევროპული კომპანიები გაეცნენ საქართველოს საქმიან ტურისტულ ინფრასტრუქტურას, სამომავლოდ მასშტაბური ფორუმების, სამიტების, კონგრესებისა და კონფერენციების ჩატარების მიზნით. ანუ კონკრეტული პროექტები არსებობს უკვე, რომელიც 2026-ში უნდა შესრულდეს და ამისთვის საქართველოს როგორც უკვე დანიშნულების ადგილი მათთვის საინტერესო და პოპულარული. ამ კონკრეტული სამიტიდან უკვე რასაც შევთანხმდით დაახლოებით 4 ჯგუფი, რომელიც ივლის-აგვისტოში დადასტურდა და ველოდებით. 2 კიდევ რეალურად არის სექტემბერში, რომელზეც ჯერ კიდევ რაღაც საბოლოო დეტალების შეთანხმება მიმდინარეობს და იმედს გამოვთქვათ, რომ ისაც წარმატებით დასრულდება. ამიტომ საკმაოდ ისეთი პროდუქტიული შეხვედრები იყო. ძალიან ბევრი და კარგი შეხვედრა შედგა. საქართველოში პირველად ვარ და უკვე უკეთ ვიცი თქვენი ქვეყანა. ამ სამიტზე ჩვენ გვაქვს ახალი კონტაქტები, რომელიც თანამშრომლობაში დაგვეხმარება. ჩვენ მივახციეთ შეთანხმებებს. სექტემბერში უკვე თითქმის დადასტურებული ჯგუფი მყავს, რომელიც საქართველოს ეწევა და ახლა აქ ვარ მოლაპარაკებებისთვის. საქართველოში 24 სერვისის მომწოდებელს და პლუს 3 კომპანიას ჩამოვიყვანთ. საქართველოში სამიტის ფარგლებში საშუალება მოგვეცა მწვანე და ძალიან სუფთა ადგილას მოხვედრილიყავით, სადაც ჩვენ გავეცანით ქართულ კერძებს, ღვინოს და კულტურას. ძალიან მომეწონა, აქ ვეცნობით სასტუმროებს, სერვისის მომწოდებლებს და ინფრასტრუქტურას. კომპანია ტარიფა წარმოადგენს პროფესიონალური კონგრესის ორგანიზატორ კომპანიას, რომელიც 25 წელია წარმატებით ფუნქციონირებს შეხვედრების ინდუსტრიის საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია მსხვილ ღონისძიებებს აწყობს დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და სხვა ქვეყნებში.